ჩვენი არხის მხარდამჭერები. მე ძალიან მესიამოვნებო ბატონო რეზო რო თქვენ აღნიშნეთ სოციალური ქსელიდან მაქვს ამონაწერი გაკეთებული ხალხს რა აღელვებს და რა აინტერესებს და რა საკითხები არის რა არის ნადირობის მდგრადი მართვა საერთოდ რას ნიშნავს მდგრადი მართვა რა მდგომარეობა ველურ ბუნებაში საქართველოში პრიორიტეტულია რა თქმა უნდა სანადირო სახეობები არა მარტო წითელი ნუსხის სახეობებიც ასევე ამოვიწერე და ჯამურად ეკითხვა რა მდგომარეობა ევროპაში და შედარებას აკეთებენ თქვათ ევროპაში ეგრეა ზოგ ქვეყანაში ეგრეა ჩვენთან ეგრეა რა ჭირდება ბუნებას რომ დავიცვათ ბრაკონიერებისგან დიახ ბრაკონიერება გავრცელებულია ამას ყველა აღიარებს სამწუხარო ვითარება მოდიპირდაპირ თქვა მე ეს ვერ გავიგე ალბათ არა ბრაკონიერები აქტიურობენ და ბრაკონიერები ჩუმად არიან როგორც მე მივხვდი მასკარად მივხვდი კიდევ რა არის აღწარმოება? ეგეც საკითხია, ამას ახსნით. იმიტომ რომ აღწარმოებას აკეთებს ევროპის ბევრი ქვეყანა. აი ამ ყველაფრისთვის რა მოვითხოვეთ მთავრობიდან, ბიუჯეტიდან, როგორი იყო პასუხი? პასუხი სხვა შორის კითხვას მოიცავდა, ძალიან ბევრი კითხვა დაგვისვეს. რო ითხოვთ ამით რას გააკეთებთ, რამდენს ითხოვთ, ამდენს რატო ითხოვთ? და როგორია თქვენი თანამონაწილეობა, თქვენ რა შვებით, მე მარტო გაძლევ, თქვენ ხარჯავთ და შემდეგიც ახსენით, რას უნდა ველოდოთ. ანუ როგორი იყო პასუხი, ეგეც იქნება. რამ განაპირობა 150 ლარი ერთ მონადირეზე აი ამ ციფრამდე მისვლა თუ გახსოვთ თავიდან ჩვენი ინიციატივით, ჩვენი ჯგუფი გულისხმობდა თქვა 50 ლარს, მე 100 ლარს. დიახ. და უცბად ესეთი ციფრია, რამ განაპირობა და აქ ძალიან ბევრი კითხვა, ვინ დახარჯავს როგორ დახარჯავს, რა გარანტია რომ ჯიბეებში არ წავა, რა გარანტია რომ ნამდვილად მოხმარდება ბრაკონიერობასთან ბრძოლას, ან ბუნების სახეობების მომრავლებას. თვითონ ეს 10 ლარი რა არის და როდინდელია მაგასაც უნდა შევეხოთ და რა სიმძლავრის იყო ფინანსურად ეს 10 ლარი. და რას ემსახურება დღეს ეს 10 ლარი, რომელსაც მონადირები იხდიან უკვე, რა ვიცი, 25 წელია, ცოტა მეტი ალბათ. რა შედეგი მივიღეთ ამ 10 ლარიდან გამომდინარე? შემდეგი ამოწერილი კითხვები რა შედეგს ველოდებით 150 ლარად და ისევ ის კითხვა როგორ გაკონტროლდება ეს 150 ლარი შემდეგ უკვე ვეხებით ეგრეთ წოდებულ B კატეგორიას რომელიც არის აი მაგაზე გავამახვილე ყურადღება რომ ეს არის პროექტი შეიძლება სულ მოიხსნას ეს თემა მაგრამ რა იგულისხმება დღეს B კატეგორიად ვინ იმუშავებს საეგერო სამსხურში რა დავალება ექნება ეგერს ვინ იქნება საერთოდ ეგერი და აგრეთვე გამოცდებზეა საუბარი მონადირის ტესტირებაზე, ვინ ჩააბარებს მონადირის ტესტს, გამოცდას. და აქვე საინტერესო იქნება კიდე ვინ ჩაიბარებს ამ ტესტებს. კი ბატონო და ვინ ჩაიბარებს ამ ტესტებს? ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. აპრილის ბოლოს საჩუქრად გადავცემ ამ პიკნიკის ნაკრებს არხის ერთ-ერთ გამომწერს, რომელიც კომენტარებში დაგვიწერს მინდა ეს პიკნიკის ნაკრები. მოგეთ, გრადი მართვა, ნადირობის გრადი მართვა რა არის? ეს არის ისაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვე არსებობს. გრადი მართვა მოიცავს იმ მონაცემებს, როცა ვიღაცა, რომელიმე უწყება, ან რომელიმე კერძო მეპატრონებს ცელი ტერიტორიის, იმიტომ ბრიტანეთში მაგალითად ეს არის რომელიმე ლენდლორდის უზარმაზარი მამული, ვისაც აწუხებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შემოგვეც სახელმწიფოა, რომ არის ინფორმირებული რა მდგომარეობა ველურ ბუნებაში. და როცა აქვს ეს ინფორმაცია უკვე მერე გეგმავს რა გაუმჯობესოს. და გულისხმობს ნადირობის მდგრადი მართვა დაინტერესებული საზოგადოების თანამონაწილეობას, მათ შორის ფინანსურ თანამონაწილეობას. ჩვენ შემთხვევაში ნადირობის მდგრადი მართვა იგულისხმება მონადირეთა საზოგადოების თანამონაწილეობა, მათ შორის ფინანსური თანამონაწილეობა და მათგან დაფინანსებული ერთ-ერთი სამსხური, ამ შემთხვევაში პროექტით არის საეგერო სამსხური, აკეთებს შემდეგ აუცილებელ საქმიანობას, იცავს ბუნებას ბრაკონიერებისგან. ამავდროულად ამრავლებს ნადირ ფრინველს. აწარმოებს ყოველწლიურ მონიტორინგს, მიმდინარეობს პოპულაციის ზრდა თუ კლება. ეს სამსახური აკეთებს აგრეთვე ლოკალურად გაანადგურებული პოპულაციები იმ ადგილებში რეინტროდუქციას იმ სახეობების, ანუ დაბრუნებას და შემდეგ დაცვას, რომ გამრავლდეს იმ დონეზე, რომ მე მისით ყველამ შეძლოს სარგებლობა. ანუ მდგრადი მართვა არის, როცა რესურსს
ვინ არჩუნებთ, ვცდილობთ იყოს მეტი, ვიცავთ რომ პირიქით არ მოხდეს და ამაში ღებულობს გარკვეულ საზღაურს ისევ ჩვენი სახელმწიფო. და აქვე უნდა აღინიშნოს ის ამბავიც, რომ ეს ყველაფერი რაღაცა გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. რა თქმა უნდა მოითხოვს. დღეს ჩვენ ბუნებაში ეგეთი მდგომარეობაა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გავრცელდა არა მხოლოდ ზოგადად ბრაკონიერობა, არამედ სასწაული იარაღი, მათ შორის ომიანობის წლებიდან ეს იარაღია მოსახლეობაშიც მოხვდა, საშინელი ზეგავლენა მოახდინა მთელ რიგ ჩლიქოსნებზე. განსაკუთრებით მთაში, ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, დათვი, რომელიც ეს ბოლო გამრავლდა საკმაოდ კარგად, მაგრამ ერთი პერიოდი ჩლიქოსანი სახეობები მნიშვნელოვნად შემცირდა და მოხვდნენ წითელ ნუსხაში. საქართველო არის ის იშვიათი ქვეყანა, სადაც ჩლიქოსნებზე ნადირობა აკრძალულია. დაშვებულია მარტო გადამფრენებზე. ეს თავისთავად არანორმალური ვითარება. ევროპის ყველა ქვეყანაში დაშვებულია ნადირობა ჩლიქოსნებზე, ძუძუმწოვრებზე. ვიღაცა იტყვის, მე თქვენს დაუშვითო, მაგრამ როგორ დაუშვათ? იქ იმიტოა დაშვებული, იქ ბევრია. ჩვენთან იმიტომ აკრძალული, რომ ცოტაა. ისიც ვიცით, რომ კანტიკუნტად ნადირობა მაინც ხდება. ეს 10 ლარი არის მიზეზი და საბაბი, რომ თოფი ეკავოს ადამიანს ხელში და ის ნადირობს სხვა რამეზეც. მთელი რიგი ლოკაციებია, სადაც ტრადიციულად იყო ხოხობი და აღარ არის, იყო გნოლი აღარ არის, იყო კაკაბი აღარ არის, იყო გარეული ღორი აღარ არის, იყო მთელი რიგი სხვა სახეობები და აღარ არის. ეს მოიტანა აი ამ განუკითხაობამ, თუმცა განუკითხაობა გარკვეულად იყო კავშირში 96 წელს მიღებულ ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონის არასრულყოფილებაში. იმ კანონმა გააუქმა მონკავშირი, გააუქმა სამონადირეო საეგერო ინსპექცია, ალტერნატივა არ შეუქმნია. ერთი ჩანაწერია, რომ სანადირო სალიცენზიო მეურნეობები შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ როგორ გააკეთებენ, ვინ გააკეთებს, იმას ფინანსები უნდა, იმას დახმარება უნდა, არავის არ უზრუნია მაგაზე და აგერ გავიდა 25 წელზე მეტი და სანადირო მეურნეობები რაც გვაქვს, აიც გვაქვს და მეტი წინ ვერ წავალთ. ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ბუნების დაცვას ეგერებს, რომელიც გააუქმა 96 წელს, მსგავს სამსხურის შექმნას, ჭირდება ფინანსები. ეგერებს ჭირდება ტექნიკური საშუალებები, ავტომანქანები, ხელფასი ბოლო-ბოლო. და სპეცსაშუალებები, როგორც კავშირგამოვლობის საშუალებები, შორმანძილზე ხედვის საშუალებები, ხო, მთელი რიგი ჩამონათვალია, შეიძლება ჩამოთვალო დრონი, თერმული დურბინი, ოპტიკური დურბინი, ღამე ხედვის ხელსაწყო, სამხრე კამერა, ფორმა ჭირდება, რაცია ჭირდება, ის უნდა იყოს სავარგულში, უშუალოდ სანადირო ადგილებში და იცავდეს ბუნებას. კიდე რა ჭირდება? აღწარმოებას ჭირდება ასევე ფული. აღწარმოებას, აი მაგალითად ჩვენ გვაქვს ხოხბის და კაკბის და გნოლის ფერმა, იმას ჭირდება ასევე მომლელის ხელფასი, ვეტერინარის, ზოოვეტექიმის კვება, ხო, მაცვლეულის ბაზაზე მზადდება კომბინირებული საკვები, წამლობა ჭირდება პერიოდულად, ფრინველებს ახასიათებთ ესე ეპიდემიური ინფექციები ხოლმე და ამას უნდა წამლობა. თავისთავად კიდე რამდენიმე დამხმარე პერსონალი და ეს ყველაფერი საჭიროა, სხვანაირად ვერ გამოვა, სხვანაირად ვერ გაამრავლებ. დიახ. მიზანი რა არის? ამ ფინანსურ დანახარჯებს მთავრობა იდეაში არ აღთავაზობს, ხო? მთავრობამ კარგად მოგვისმინა, გამოგვივიდა ციფრი არც თუ ისე მცირე. დიახ. ჩვენ არა ვართ ძალიან მდიდარი სახელმწიფო, მდიდარი სახელმწიფო საერთოდ არა ვართ. ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ბიუჯეტის, ცენტრალურ ბიუჯეტს გულისხმობ, გარკვეულად შეზღუდულია, ძალიან ბევრი პრობლემები არიან, სოციალურად დაუცველი ადამიანები და აი ბიუჯეტი რო იყო საკმარისი, მიეხედებოდა ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა და ამ დროს მივადექით, რომ მოგვეცეთ ფული, რომ დავიცვათ ბუნება, ძალიან კაია, მორალურად კარგად ჟღერს, მაგაზე გვიპასუხეს, რომ ჩვენს გვინდა თანხები, რომ დავიცვათ ადამიანი, სოციალურად უმწეო ადამიანი. ასე რომ თქვენ კი სწორე ითხოვთ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობა არის შეზღუდული. ჩვენ მოვდივართ იმაზე, რომ სტარტი დავიწყოთ. დაგეხმაროთ, რომ დადგეს მონადირეთა საზოგადოება სწორ გზაზე. ოღონდ მონადირეებმაც მიიღონ თანა მონაწილეობა, თანა დაფინანსება. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo.
მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. საფინანსო ინსტანციებმა, ინსტიტუტებმა გვითხრეს დაგეხმარებით, დაგიფინანსებთ თავიდან ყველაფერს და მონადირეთა საზოგადოებამ გააგრძელეთ აემის შენარჩუნება. ჩვენგან ინვესტიციები გაგრძელდება სულ, მაგრამ რაც არ ყოფნით, დადებით თქვენ. ეს ციფრი რო გაიყო პირობითად მონადირეების რაოდენობაზე და არავინ არ იცის რამდენია მონადირე პირდაპირ გეტყვით. ათლარად ჩემ მეზობელ გოგონასაც მოუნდება ნადირობა რა 10 ლარი გადაიხადე დიდი რისკი არა ერთხელ გადი მეგობრებთან ერთად ბუნებაში იქ მწვადია საზამთროა ზაფხულია აგვისტოს ბოლო კვირაა და 10 ლარი გადაიხადე ეგ არ ნიშნავს რომ ის მონადირეა ესეთი მონადირე კიდე ბევრია არ ვიცით შეიქმნება მონადირეთა რეგისტრაციის ერთიანი ბაზა და იქ გამოჩნდება რამდენია მონადირე რა შედეგი მივიღეთ 10 ლარად, მე მგონი ნათელია. შედეგი აი ეს მივიღეთ, რომ დეპოპულიზირება მოხდა, დეპოპულაცია მოხდა მთელი რიგი ადგილების და მაგალითად 20 წლის უკან ნადირობდი მე დავით გარიძის მიმართულებით ბორცვები რო იწყება. პირველ ბორცვებზე უკვე ნადირობდი. 93-5 წლებში მანდ გნოლიც იყო და გნოლზეც ნადირობდი. ეხლა მთელი ეს ტერიტორია შეიძლება მოიარო და გნოლს საერთოდ ვერ ნახავ დიდი ხანია და შეიძლება ერთი კაკვის გუნდს წააწყდე 5-6 ფრთის შემადგენლობით, რაც ნუ აღარ არის ეს კაკაბი, ეს არის მომაკვდავი რაღაცა ადგილობრივი პოპულაცია. ვეღარ ინადირებ, ესევე დაცარიელებული მთელი სივრცეები. აქვე ბოდიშს ვიხდი რა, ერთი ძალიან საინტერესო თემა იყო ის 10 ლარზე ვლაპარაკობდით და მეგონა რომ მაინც მივიდოდით იმაზე, რომ რას ხმარდებოდა ეს 10 ლარი? კარგი, მივალთ ეხლა ვიტყვი 10 ლარს. 10 ლარი, როცა მუშაობდნენ ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონზე, რომელიც 96 წელს გამოვიდა, მაგაზე მუშაობა დაიწყო 95-ში. აი, მაგ კანონმა გააუქმა სწორედ სამონადირეო ინსპექცია, ეგერის სამსახური და მონკავშირიც გააუქმა. ორივე ძალიან დიდი შეცდომა იყო, პირდაპირ ვიტყვი და მაგან დააწესა იმ კანონმა გამოიწვია ეს 10 ლარი. მე შეგახსენებთ ეს რა წლებია რა შემსყიდლობითი უნარი ქონდა 10 ლარს. და არა მარტო 96 წელს მერეც მაგალითად მე ზუსტად მახსოვს მუშაობდი სამინისტროში 2001-2 წლებში და ჩემი ხელფასი იყო 175 ლარი. იმასთან მიმართებაში 10 ლარი ფული იყო. კი ბატონო. ეხლა სად მიდიოდა ეს 10 ლარი? ეს 10 ლარი არ ხმარდებოდა ბუნებაში. იყო პირდაპირ ის განკარგულება, ეს იყო მოსაკრებელი და ეს მოსაკრებელი მიდიოდა მუნიციპალიტეტში. რაც ერთხელ ძალიან კარგია, იმიტომ მუნიციპალიტეტებს ჭირდება რაღაც შემოსავალი. ყველაფერი ცენტრალურ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს. არ გამოვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბუნებას არ ხმარდებოდა. არც ბრაკონერობასთან ბრძოლას მოხმარებია. არც მონადირეთა გაზდა, ახალგაზრდა მონადირეს გაზდა უნდა ვიღაცა მონასწავლოს, ხო? მონკავშირი მაგას ახერხებდა. აი ამ გათვლებმა და დათვლებმა დასვა ეგეთი ციფრი 150 ლარზე. ეგ არის საჭიროება, რომ დაიფაროს თანხის ის ნაწილი, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტი ვეღარ დაგვეხმარება. და ამ თანხებ ჯამური თანხით, როგორც სახელმწიფო ისე ჩვენი თანხა, ამ ჯამური თანხით დაფინანსდეს საიგერო სამსხური რომელიც გააკეთებს სახეობათა რეინტროდუქციას ხელახლა იმ ადგილებში სადაც იყო თქვა კაკაბი და აღარ არის, იყო კურდღელი აღარ არის. მათ გამრავლებას, მათ ფიზიკურ დაცვას ყოველთვის სანადირო სეზონამდე. მათზე გააკონტროლებს სწორ ნადირობას და არა ლამპაფარით, არა მანოკით, არა ღამე და შეუშვებს იქ სანადიროთ მარტო მონადირეს და არა მწყემს ან ვიღაცას ვინც თქვა წამოწოლილია თავის პლანტაციაში ან ვენახში თან აქვს ტოფი და ახლა ჩაუვარდათ რომ გაიქცა რაღაც აფრინდა რაღაცა გაიდგინა მოკლა არა ინადირებს მარტო მონადირე აი ამიტომ გჭირდება მონადირეთა რეესტრი ამიტომა საჭირო ბაზა და ამიტომა საჭირო რომ გაიმიჯნოს ტოფიანი კაცი მონადირისგან ერთხელ და სამუდამოდ და მე ვიცი რა შედეგამდე მივალთ უკვე იგრძნობა რომ ნამდვილი მონადირეების რაოდენობა აღმოჩნდება რომ ბევრად ცოტაა. და იმ ბევრად ცოტა მონადირეს აი ამ რესურსითაც კი უკეთესად შეუძლია ნადირობა. და იმაზე ლაპარაკი რომ 150 არის
15-ჯერ გაზრდილი 10 ლართან შედარებით. კი ბატონო, 10 გამრავლებული 15-ზე 150. მაგრამ მისი შემსყიდველ უნარიანობა დიდად არ განსხვავდება 96 წლის 10 ლარისგან. ერთი რჩება მთავარი კითხვა და ეჭვი, აი ეს თანხა რომ მოგროვდება ჩვენგან ნამდვილად მოხმარდება ამ საქმეს? კი ბატონო, მაგისთვის დაგეგმილია მუდმივ მოქმედი 12 კაციანი საბჭოს შექმნა, მაგას არ ჭირდება კანონი, ეგ მინისტრის ბრძანებაა სააგენტოსთან, რომელსაც მიეცემა სრული ლეგიტიმაცია ნახოს აი ამ კონკრეტულად შეგროვებული თანხის ხარჯვები. ვინ იქნება ეს ხალხი? ეგეც ისეთი კითხვაა, შეიძლება მოიყვანონ თავიანთი მეგობრები, ნაცნობები, ხო? ანუ 12 კაციანი ბიუროკრატია რო არ შეიქმნას, ეს 12 კაციანი საბჭო ყოველ წელს შეიცვლება. გადასარევი აზრი. ყოველ წელს ახალი 12 კაცი იქნება. უბრალოდ ვინ გამოაგზავნის ამ ადამიანებს? ეგა საინტერესო და მან ერთ საკითხს მინდა შევეხო. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ არ გვაქვს მონკავშირივით რამე ორგანიზაცია ქვეყანაში. დიდი ხანი ამაზე ბჭობა საუბარია. არაერთხელ ველაპარაკე ლეგიონის მეთაურს, იმ სხვა ავტოკლუბების ოჩოპინდრას ხელმძღვანელს, ლეგიონის მეთაური თქვი მე მგონი ხო, ნუ როგორც ყოფილმა სამხედრომ ლეგიონის ხელმძღვანელს, ოჩოპინდრას ხელმძღვანელს, კლუბი მონადირის, კლუბი ბაზიერის, ფედერაციის ხელმძღვანელს, რომ გააკეთონ რაღაცა ინიციატივას ჩაუყარონ საფუძველი არჩევითობის პრინციპზე, აი ესე რეგიონალური დელეგატები, რაიონები, რეგიონალური დელეგატები საერთო გამგეობას ირჩევენ და მე გამგეობა დროებით თავმჯდომარე ძალიან კარგი ავსტრიული მოდელი, სადაც 9 ჩვენსავი 9 რეგიონი ავსტრიაში და 9 თავმჯდომარე ყავს რეგიონებს. თავმჯდომარე მთლიანი ავსტრიის რიგითობითაა. ერთ წელს ერთი რეგიონის, მეორე წელს მეორე რეგიონის, მე რო ვიყავი ჩასული ზალცბურგის რეგიონის მონადირე თავმჯდომარე იყო ავსტრიის მონადირეთა ასოციაციის თავმჯდომარე და უკვე იცოდა წინასწარ რომ შემდეგ იქნებოდა იმისი აქვე ტიროლის მონადირეთა გაერთიანების თავმჯდომარე ავსტრიის მთლიანი ასოციაციის. ანუ ცვალებადობა, აი რო იყოს ეგეთი მონადირეთა ეროვნული გაერთიანება ან ასოციაცია, მიმართავდით მას და ის გამოგვიგზავნიდა. ყოველ წელს სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა 12 ადამიანს. მინდა შევეხო B კატეგორიის ამბავს, არა ცოტა მithმა-მოთქმა გამოიწვია B კატეგორიის არსებობამ და მე როგორც მახსოვს დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება იმისა, რომ შეიძლება ასე იყოს. აცა არ ვთვლი მთლად არგუმენტირებულად ამ B კატეგორიას რა. და ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას და საერთოდ ამოვიღოთ, იმიტომ რომ აი ყურეთ B კატეგორია არის რაც ეხლაა ჩადებულია ეგეთი რამე რომ ის სახეობები რომლებიც აკრძალულია სანადირო სახეობები რომელიც მასიური მოთხოვნის საგანი იყო და რომელზეც ნადირობა მიდიოდა ამ 10 ლარით 96 წლიდან მოყოლებული პრაქტიკულად თუმცა არ იყო დაკანონებული ამ სახეობებზე კანონიერად ნადირობა რო შევძლოთ და ეს არის კონკრეტული 6 სახეობა გარეული ღორი შველი კურდღელი ხოხობი კაკაბი გნოლი აი B კატეგორია განსაზღვროთ გამოცდით 500 ლარით მე ვარჩევდი რომ საერთოდ კატეგორიები მოხსნათ იყოს ერთი კატეგორია ეს მონადირე რეში რეგისტრირებული 150 ლარი მისი გადასახადი აი ამაზე თქვა შველზე ან კურდღელზე ან ხოხობზე ერთჯერადი ლუკები რო იქნება იმას თავის ფასი აქვს და მხოლოდ იმ ლუკის შეძენის შემდეგ ნებისმიერ ამ მონადირეს ვის რეში რეგისტრირებულია და სეზონის გადასახადი 150 ლარი გადახდილი აქვს შეეძლოს იმ ლუკის ცალკე შეძენა და მასზე ნადირობა ალბათ ლოგიკური ესე უფროა და ეხლა ეს ართულებს B კატეგორია მე ვიტყვი რამ წარმოშვა ზოგმა შეიძლება დედალიშვილი დედალი ირმისგან ვერ გაარჩიოს დედალი ხოხობი თქვათ დედალი დურაჯისგან ხო არის რაღაცეები სპეციფიკური ცოდნა უნდა მონადირემ უნდა იცოდეს რაზე შეიძლება სრულად და როდისაა სეზონი ხო და აქედან გამომდინარე წარმოიშვა ეგრე რომ B კატეგორიამ ჩააბაროს გამოცდები და დარწმუნებული ვართ რომ ეს ადამიანი ამ 6 სახეობას ცნობს როგორც მამალს ისე დედალს მაშინ მიეცეს მას ნადირობის უფლება და ეს B კატეგორიაში გადაიხადოს 500 ლარი ალბათ ამაზე უარი უნდა ითქვას კიდევ ერთი კითხვა მაქვს ესეთი ასევე ჩვენს მაყურებლებს დარწმუნებული ვარ რომ აინტერესებს ამ დაშვებულ სახეობებზე მათი საფასური ეხლა რაც არის მაგალითად იმ სამუშაო პროექტში ჩადებული ეს საფასურები დარჩება თუ ჯერ კიდე ესეც სამუშაო ციფრები არის ეხლა ეს საფასურები მოდი ესე ვთქვათ ეგ არ არის კანონის შემადგენელი ეს არის კანონქვემდებარე აქტი დიახ
და ის თლად პროექტირების სტადიაშია. მაგის გადახედვები ალბათ მოხდება, თუმცა ჩვენ გადავხედეთ არსებულს უკეთესობით. მაგალითად არსებული არის შველზე მოსაკრებელი, ანუ მოსაკრებელი შევთანხმდით სიტყვა ეს, როცა არის მოსაკრებელი თლიან მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში. და სხვა რამეს ხმარდება ეს მათი ინტერესის სფერო რაც არის და სადაც უჭით იმაში ხმარობენ და არ მიდის ბუნებაში. ჯერ ერთი რომ 500 ლარი აბსოლუტურად ბევრია. არაპოპულარული ის არ მინდა გამოვიყენო და რამდენი კილოგრამი ხორცია და იქიდან გამომდინარე 500 ლარი რაც აბსურდული ციფრი ჩდება. ზოგადად 500 ლარი ჩვენ შევცვალეთ 100 ლარით. აი ამ კანონქვენება რეაქტის პროექტში. მოსაკრებელი. კიდე რაში გამოიყენება აი ეს მოსაკრებელი, ასე ვთქვათ, ეს ციფრი. უკანონო მოპოვებისას ზიანის და ჯარიმის დათვლა როგორ ხდება? მიხვდით? აი რაღაცა ციფრი უნდა ეწეროს სახეობის გასწვრივ. რაც ითვლება რომ სასტარტოა და მე მისი თქვა 10 მაგი არის ზიანის ანაზღაურება, ხო? დაწერეს 500 ლარი, რომ შვილის მოკლისას ამოიღოთ 5000 ლარი. მაგან ის შედეგი მოიტანოს საანდილო მეურნეობებში, სადაც შეიძლება შვილის მოპოვება, შეიძლება კლავენ რამდენიმე შვილს წელიწადში, მაგდენს არ უჩვენებენ, იმიტომ რომ აბსურდულად დიდია ეს ციფრი. ეს ციფრი შევამცირეთ. სამაგიეროდ დავამატეთ. თქვათ 250 ლარი. და მივიღეთ რომ შველი ეღირება თქვათ არა 500 რო იყო მოსაკრებელი, არამედ 350 ლარი, აქედან 100 ლარი წავა ისე მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტზე უარის თქმა არ შეიძლება, ადგილობრივ მმართველობას თავისი ბევრი საკითხი აქვს და 250 ლარი მოვა ჩვენთან. ეგეთია პროექტი, მაგრამ რამდენად დროსთან და რეალობასთან ახლოა ეს ციფრები, ეს მუშაობა მიმდინარეობს. სიამოვნებით მოვისმენთ მოსაზრებებს. რა უნდა ღირდეს, თქვათ, ოფიციალურად აღებული ერთჯერადი ლიცენზიით, შველი, კაკაბი, კურდღელი, თუ მახსოვს კაკაბზე, თუ სწორი მახსოვს 30 ლარი უნდა იყოს, კურდღელზე 50 ლარი უნდა იყოს. მთლიანი გადასახდელი, მათ შორის შიგნით პატარა მოსაკრებელია, ყველაში თქვათ 5 ლარი, 10 ლარი. ხო, არ ვიცი, სამუშაოა ჯერ. ერთი ძალიან მაგრად მოხვდა ყურში მონადირეებს, რომ ჩანაწერში ვნახეთ ტახი ღირდა 500 ლარი რა და ელდა გვეცა ყველას რა. და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ აი, ორი შემთხვევა შეება ზომით და წონით მიუდგეთ. ბურვაკი რო მოკლას. ხო, მაშინ როგორ იქნება? ხო, შეუსაბამოა. მოკლედ, პირველ რიგში იმას ვიტყვი, ეს თლად მუშაობის პროცესია. კანონთან არ აქვს კავშირი, ეს არის კანონის შემდგომ, კანონს რომ მიიღებენ, შემდგომ კანონქვედება რეაქტი. ძალიან მახარებს, ესე იგი ყველაფერი წინ გვაქვს, მიხარია რომ სამუშაო პროცესია, ესეთი ასე ვთქვათ, ხალხში გამოტანილი. მოდი პირდაპირ თქვა. კი ბატონო, ედღაცას ვიტყვი კიდე, ეს ფასი შეიძლება იყოს დამოკიდებული რაოდენობაზე. თუ გაიზრდება ტახის თუ პოპულაცია დიდი იქნება, რა თქმა უნდა, ფასი ქვევით ჩამოვა. იგივეა, თქვათ, ფრინველებს მინდა შევეხო, გნოლს, კაკაბს, ხოხობს, საზოგადოება ხედავს 2-3 სხვა ჯგუფი მწარმოებელი, განსაკუთრებით საჩხერეში მდებარე წარმოება, ჭორვილაში მდებარე, აწარმოებს რამდენიმე 1000 ფრთას და ყოველ წელს ხდება გაშვებები. მანდი იყო ტექნიკური დეტალი, რომ ზამთარში შენახვას ამჯობინებდნენ შემოდგომაზე გაშვებას, ჩვენ ხომ კაცრად დავაყენეთ საკითხი გაშვება მოხდეს მარტო ადრე გაზაფხულზე, რომ ეს ფრინველი მოხდეს ის ველურ ბუნებაში დროზე დაჯდეს ბუდეზე. იმიტომ რომ იქ გამოჩეკილი ისევ ჩვენი პრაქტიკით. იქ გამოჩეკილი აბსოლუტურად ველურია და რო იჩეკება აპრილ, მაის, ივნისში საანდილო სეზონამდე, ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბრამდე არის იმდენი დრო, რომ ეს უკვე აბსოლუტურად ველური ბუნებაში გაჩენილი არის დაფრთიანებული და მასზე ნადირობა უკვე შეიძლება. მაგრამ ეს პოპულაციები რო აღვადგინოთ, რაც გაცილებით ადვილია რო აღვადგინოთ, ვიდრე თქვათ გარეული ღორი. 2 წელი მაინც დაჭირდება. 2 წელი მასობრივი გაშვება და ბევრად დიდი რაოდენობების. და ისევ მონადირეთა ჯგუფებთან შეთანხმებით სხვა ლოკაციებზე. ლოკაციები მონადირეები უნდა გვიკარნახონ. აქამდე ჩვენ უშვებდით ძირითადად დაცულ ტერიტორიებში. დაცულ ტერიტორიებში იქნებიან ეს ფრინველები, რა თქმა უნდა, და რომ გაიზრდება პოპულაცია, გადმოვა დაცული ტერიტორიის გარეთაც, რა თქმა უნდა, უკვე საანდილო არეალში, მაგრამ ნიშნულოვანია, რომ კონდეს მონადირეებისგან მითითება აი აქ და ბევრი ეგეთი მომენტი იყო. გაუშვით ჩვენთან, ჩვენ მას დავიცავთ. ეჭვი არ შემპარვია, რომ ეგრე იზამდნენ. თუმცა, მაგალითად, ჩარჩან კვერნაგის ქედზე გაუშვით და სხვა მონადირეები მივიდნენ და აი ახალ გაშვებულზე დაიწყეს ნადირობა. იყო მთელი დევნა და უბედურება, მაგრამ
მონადირეს გაიკიდება სხვა არის და ეგერი რო იქნება აღჭურვილი უფლებებით და ტექნიკური საშუალებებით, ის დაეწევა და დაიჭერს. დიახ. რა თქმა უნდა, მივესალმებით ეგერის სამსახურის არსებობას ნამდვილად და კიდევ ერთი მწვავე საკითხები თუ რამე იყო აღნიშნული სოციალურ ქსელში, მოდი იმასაც შევეხოთ. ხო, ვინ ჩააბარებს გამოცდას და ვინ ჩაიბარებს გამოცდას. დიახ. გამოცდას ჩაიბარებს პროგრამა. აი როგორც როცა მივიდივართ მართვის მოწვევას ვიღებთ და თქვათ საანდირო თოფის შეძენის და ქონის უფლებას, იქ ვაბარებ პროგრამაში. მე ნამდვილად არ ჩავიბარებ ფიზიკურად, არც ერთი ჩვენი სისტემის თანამშრომელი გარემოსდაცვის სისტემის ჩაიბარეს პროგრამა და პირდაპირ გეტყვით, რომ ვცდილობთ, რომ იყოს მაქსიმალურად მარტივი, 150 საკითხია. ძირითადად ფოტოსურათებია და ეს სანადირო ცხოველია თუ არა, ეს სანადირო ფრინველია თუ არა. და თქვათ სანქცია რა გელის თუ მოიპოვეთ თქვათ წითელი ნუსხის სახეობა. იმიტომ რომ დამიჯერეთ მონადირეებმა ვიცით და არიციან თოფებს ყიდულობენ, კარგ მანქანებსაც ყიდულობენ, კარგ ჩასაცმელსაც და არიციან რას ესროლონ და როდის ესროლონ და ისიც არიციან რომ ზოგიერთი არწივი არის თქვათ 3-4 ბუდეა დარჩენილი ქვეყანაში. და მსოფლიოშიც მთლიანობაში ძალიან შემცირებულია. ამ შემცირებულ ფრინველებზე მახსენდება ჩვენი გარიელი, რომელიც ძალიან ცოტა არის ბუნებაში დარჩენილი და მე მახსენდება ისიც, რომ თქვენ აღნიშნეთ სეზონის გადაწევასაც აპირებთ, იმიტომ რომ იხვები იცით, რომ შემოდიან ხოლმე მარტში. და აი ამას როგორ დაარეგულირებთ, როგორ მოხდება ეს ამბავი, რომ არ მოხდეს დაუშვათ იგივე გარიელი ჩვენს სათოფეზე. მარტივად უნდა გავაკეთოთ ნადირობა წყალმცირობელ ფრინველზე ისე როგორც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, ძირითადად იგივე აი ბელორუსებს გავეცანით, ძირითადად იღზე ხდება ნადირობა გაზაფხულზე საფარში რეზინის ფიტულების გამოყენებით. ნუ რა თქმა უნდა, ელექტრომანოგზე არაა საუბარი, პირის საძახისით ხდება ნადირობა. ბუნებამ თვითონ ესე განაწყო და ესე ხდება ბუნებაში, რომ მამალი იხვი მეტია. შესაბამისად, მაგ დროს უკვე იხვები დაწყვილებულია. როცა ვისვრით გადაფრენისას, ეგრეთ წოდებულ პერელიოდზე ეს საყვარელი ტერმინია ყველასი, კაცმა არ იცის რას ესვრი. იმ ფიტულებთან საფარში როზე ხარ, იქ ჯდება მამალი, იმიტომ რომ ის ეძებს თავის საწყვილოს, მეწყვილეს და იმ ხმაზე მოდის ჯდება და იმაზე ხდება ნადირობა. ხლა ისეთი რაღაც აღწერი რომ ცოტა შემეცოდა, მაგრამ ნუ რა ვქნათ, მამალი ბევრია გასაგებია და ესე იგი მე როგორც მივხვდი, ხო, მხოლოდ დამჯდარ ფრინველზე მოგვეცემა საშუალება ნადირობის და არა ფრენის მომენტში. ხო, ეგ უკვე შეიძლება დაიშვას. მე ნელ-ნელა რომ გავიზდებით. ხო, მე შეიძლება იმ ფიტულებს რო ჩაუფრენს იმასაც ვესროლოთ, მაგრამ აი ესე ბრმად დილის 6 საათზე ზერო თენდება, ამოდის და კაცი ვერ ხედავს რა სახეობები მოფრინავს. იმაზე სროლა არა, ეს გამორიცხული მგონია ჯერჯერობით. გასაგებია, მაგრამ ეს ეხება მე როგორც ხვდები მხოლოდ მარტში გადაწეულ ეს საუბარია მარტის თვეზე. ალბათ 30 მარტამდე ვერ ხედავ სირთულეს, ვაპირებთ კიდე ბატის თემა შევისწავლოთ, იმიტომ ბატი გვიან მოდის ჩვენთან და ჩვენი მონადირე ვერასოდეს ვერ ინადირებს. ბატზე ეგრე. თუმცა მანდაცაა დაშვებული უკვე სქესის განურჩევლად ჯეჯილის მინდვრებში და მინდვრებში ისევ საფარიდან ნადირობა. ეგეც შეიძლება გადაწყდეს. ხო, ეგეც შეიძლება გადაწყდეს. ანუ გამოვიყენოთ სხვისი გამოცდილება. არ მოვიგონოთ რამე განსაკუთრებულია. გამოცდილება ჩვენს გვაქვს, უბრალოდ დაგვავიწყდა. ათეული წლების უკან. მე როგორც ხვდები უკვე ფინალში ვარ გასულები? ვინ იქნება ეგერი? თქვა და ეკითხვა. მე მონადირეებს მოვუწოდებ. ნუ შეიძლება იყოს დაუსაქმებელი ამდენიმე ასეული ახალგაზრდა ადამიანი ჯანღონის სავსე სხვა რეგიონში, რაიონებში, მუნიციპალიტეტებში. ეგერის მუშაობა ძირითადად იქნება ცვლიანი, 3 დღეში ერთხელ, ნუ დავალებები ექნება ბრაკონიერობასთან ბრძოლა, ბიოტექნიკური ღონისძიებები, აღწარმოება, მონიტორინგი. ექნება სრული აღჭურვილობა, მანქანაც ექნება, ტაცებილის რეგულირებაც დაიკისრება ხშირად. შეიძლება გეგმაც კონდეს რომ მიდი ამოიღე, თქვათ, ამდენი, თქვათ, ტურა, თქვათ. მე მიმართა მონადირეებს, რომ მონადირეებმა, აი ესეთ მონადირეებმა იფიქრონ ჩვენთან მუშაობის დაწყება ეგერად. ძალიან მაგარი შემოთავაზება არის, მოდი პირდაპირ. მონადირეებმა უნდა იმუშაოს. დიახ. იქ შეიძლება ჯგუფს რეგიონში იურისტიც დაჭირდეს,
და ვთქვათ, ვინმე ვინც დამუშევარია შეერაღებულ ძალებში, ვთქვათ, საშტაბო თანამდებობაზე, ვისაც შეუძლია რეკოგნიცირება ტერიტორიის დაგეგმვა ღონისძიების, მაგრამ ძირითადი გამწევი ძალა ისე მონადირე იქნება. მონადირეზე კარგად ვერავინ ვერ შეებრძოლება ბრაკონიერს. ნამდვილად ეგრე არის, ნამდვილად. კიდევ ერთი კითხვა დაბება და მახსენდება ამ სოციალური ქსელიდან, ასე ვთქვათ, ამუნარიდები და ერთ-ერთი კითხვა იყო ესეთი, რომ მტაცებლის რეგულირებასთან დაკავშირებით რამე ცვლილებები ხო არ იგეგმება ისეთი, რომელიც არის მაგალითად, რომ საერთოდ ლიცენზიის გარეშე და ულიმიტოდ შეიძლებაოდეს ნადირობა. ყოველ სეზონზე გამოქვეყნდება ის იმტაცებლების ნუსხა, რომელზეც ჩვეულებრივად ბაზაში რეგისტრირებული მონადირე ნადირობის სეზონის პერიოდში შეძლებს ნადირობას უსასყიდლოდ. რა თქმა უნდა, აქ სასყიდელზე არაა საუბარი, ფული აქეთ უნდა მივცეთ, რომ შეამცირონ. ისე მოწყობამ რო იცოდეს, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ყოველწლიურად 5 მგლის და 20 ტურის მოპოვების კვოტა. ზოგან არიციან როგორ გამოიყენონ ეს კვოტა. მაგრამ 64-ზე გავამრავლოთ 20, საკმაოდ დამეჭრავი ციფრია. გინდათ 5 მგელი 64-ზე გავამრავლოთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო იძახის, რომ 300 მგელი შეგვიძლია ამოვიღოთ ყოველ წელს ბუნებიდან. რამდენად ვიღებთ ეს სხვა არის. და სააგერო სამსხური რო იქნება, ისინი ამოიღებენ. და როცა ნადირობის სეზონი არ იქნება, არა სეზონზე ეგერი დაუძახებს სწორედ მონადირეებს, გარკვეული ბრიგადები, ვისაც სურვილი და ინტერესი ექნება, მიიღებენ მონაწილეობას ასეთ ნადირობებში. ხო, და გარდა მაგისა არის ინვაზიური სახეობა, ფაქტია, ეს ენოტი პრობლემაა რა, მანდაც ფიქრობთ, არავინ ენოზე არ ნადირობს, მაგრამ სპეციალურად ფიქრობთ რაღაცა ჯილდო წახალისება გავაკეთოთ, თუნდაც ლიცენზიის სახით. კაკრის ხოხბის ლიცენზია მივცეთ, თქვათ, რამდენიმე ენოტის ამოღებაზე. როგორც ყველაფერი სხვა ქვეყანაში ეგეთი რაღაცები ხდება და არაფერს ახალს არ მოვიგონებთ. ჩვენთანაც ხდებოდა ეგეთი წახალისება. ბატონო რეზო, კიდევ ერთი ესეთი საკითხი გაჟღერდა, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ეს ახალი კანონური პროექტიო საერთოდ რაში გვჭირდებოდაო? მე იქ ვეღარ ვინადირებ, სადაც აქამდე ვნადირობდიო, ესე იგიო? არა ბატონო. ესე იგი, გაუგებრობა წარმოშვა, უბრალოდ ჯერ ვერ ჩაწვდა საზოგადოება, მაგასაც ახსნა უნდა, რას ნიშნავს საზოგადოებრივი სავარგული. საზოგადოებრივი სავარგული ეს არის სწორედ ის ტერიტორიები, სადაც ტრადიციულად ნადირობთ და ეს წერია კიდევაც კანონში. მას არ ქონდა სახელი. და კანონის მიხედვით დაჭირდა განსაზღვრა და სახელს დარქმევა. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, განსაზღვროთ ეგერი სამოქმედო არეალი და არეალი თუ სად არის სანადირო სახეობების პოპულაციები. და მაგის გარდა, ვინაიდან ბევრს აწუხებდა სწორედ ის, რომ სანადირო მეურნეობები, სალიცენზიო სანადირო მეურნეობები ბევრი შეიქმნება და მე სადაც ტრადიციულად ნადირობდი, იქ ვეღარ ვინადირებ. აი სწორედ საზოგადოებრივი სავარგულის განმარტებაში წერია, რომ სალიცენზიო მეურნეობები არ გაიცემა იქ, სადაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სადაც ტრადიციულად იყო ან გადაფრენი სახეობა, ან ის ადგილობრივი სახეობა, რომელზეც ნადირობდით. სწორედ ეს კანონი კრძალავს აი ესეთ ადგილების კერძო სალიცენზიო მეურნეობად გამოცხადებას. კარგად უნდა წაკითხვა. ანუ სადაც არის ტრადიციულად წყერი, სადაც არის მასიური ჩამოფრენა ტყის ქათმის, სადაც არის მაგალითად ახლა მრგვალ ტყეზე რო ავიღოთ ლაპარაკი, მრგვალი ტყე როგორც წესი ვერ გაიცემა სალიცენზიო სავარგულად, იმიტომ რომ მაღალი ინტერესის ტერიტორია ძალიან ბევრი მონადირისთვის და ვერ გახდება 1 და 2 მონადირის ან მონადირეთა ჯგუფის. აი სწორედ ეგ არის და არა პირიქით. რატო გაიგო ზოგმა პირიქით ეგ არ მესმის. ანუ სადაც ნადირობდა რეზო, ან ნადირობდა მარლენი ტრადიციულად 10 წლების განმავლობაში. იმ ადგილს ქვია, ხო ვერ დავარქმევთ რეზოს და მარლენის ადგილს, მაგას დავარქვით საზოგადოებრივი სავარგული. საზოგადოებრივი სავარგულში, სადაც დაფიქსირებულია გადამფრენი ფრინველის მასიური ბუდობა ან მოზამთრეობა, არ გაიცემა კერძო სალიცენზიო ტერიტორიად. მადლობა. კიდევ რიგი საკითხები არის დარწმუნებული ვარ დაგროვილი, რომელიც გასავლელი გვაქვს და ერთ-ერთი მტკივნეული იყო ჩემთვის მაგალითად ის ამბავი, რომ მეო 150 ლარსო არ გადავიხდიო საქართველოსიო და წავალ თურქეთში ვინადირებ. ხო, მე წავიკითხე ეგ მესიჯი, გამიკვირდა რა უნდა ვთქვა, არ ვიცი.
მე შორიდან მოვული მაგალითად ავსტრიაში ვიყავი 2 წელს უკან სანადიროდ, დამპატიჟა ერთ-ერთი ტყის ფლობელმა, რომელიც გავიცანი უნდოდა ქართული მუხის რკო და თქვა ჩვენ შევუგროვეთ ჩვენო სამსახურმა. მე აღმოჩნდა რომ მონადირეა და დამპატიჟა და ვიყავი ლიტვაში ასევე სანადიროდ და მქონდა ერთი კვირის პერიოდი დაურეკე იმ კაცს მარკოს ხოიოსია სახელი გვარი და ვკითხე თუ შეიძლება ჩამოსვლა, იმიტომ ლიტვაში რაღაც ვერ ვინადირეთ, არ გამოვიდა და ჩამოდიო, ჩავედი, შემიყვანა თავის ტერიტორიაზე, აი მაგრად მიმასპინძლა რა, ქართველებმა რო ვიცით კარგად იმნაირად. მეორე დღეს სადაც 2 საათი იყო გასული, მოვიპოვე არჩვი. ცოტა იმედ გასულობულის დავრჩი, იმიტომ რომ ჩვენ შეჩვეულები ვართ რომ რაღაცა ძალიან ბევრ ენერგიას დახარჯავ ივლი გადაკარგულში, გადაღლილი უკვე როცა იმედი გადაგეწურა და აი მერე წააწყდები სასროლს და პირველს გაისვრი, შეიძლება ააცილება და მეორეს გაისვრი. არა, ისე ძალიან მარტივად მოხდა არჩვის მოპოვება, რომ ცოტა იმედ გასულობული დავრჩი და ბილეთი მქონდა მეორე დღეს, მოვფრინავდი და მითხრა, მოდი დარჩიო რა, დამეხმარეო, რაში დაგეხმარო მეთქი. 16 არჩვი მაქვს კვოტაო გამოყოფილიო. თვითონ იყო მერქნის წარმოებელი ტყე ქონდა რა და ეს დამატებით იყო მისთვის ეს ნადირი და კვოტა გამოყოფილი 16 არჩვის მოპოვების და ახლა ერთი შენ მოიპოვეო. ავსტრიაში ახალგაზრდებს აღარ აინტერესებდო ნადირობა. მოდი დარჩი 1 3 4 კიდე მოიპოვე დამეხმარეო მაგაშიო. თორე მეთქი, თორე დამაჯარიმებენო. აი ეგეთია კანონები და პირიქითაა ყველაფერი რა. მეც მინდა ეგრე იყოს კვოტები გამოყოფილი და ვერ ვითვისებდეთ. იქ ბევრია ნადირი და ზედმეტობაში რო იყოს ასე რომ ვთქვათ რა. და შეიძლება ამის მიღწევა. ნუ იქამდე იმას მივახციოთ, რომ ყველამ შეძლოს ნადირობა. ჯერ იმას მივახციოთ და რა თქმა უნდა, ახლა ის მეპატიჟებოდა, მის ხარჯზე ვიცხოვრე 3 დღე სასტუმროში, მაჭმევდა, მასმევდა, მანადირად კიდე მეხორწებოდა, კიდე დარჩიოდა. თუ თურქეთში ვინმეს ეგეთი პატიჟი აქვს, რა თქმა უნდა, უარი არ უნდა თქვას, მაგრამ მე არ მესმის. როცა იწერება რომ Facebook-ში აი მე არ გადავიხდი, მიჩვენია წავიდე და თურქეთში ვინადირო და ის თურქეთი მე მგონი 150 ლარზე მეტი ჯდება და არ ვიცი რაღაცა რანაირი პოზიციაა. ეს კი საკუთარ სამშობლოში არ დახარჯო თანხა, რომელიც თუ არ იცი დაგარწმუნებ, რომ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიხარჯება. ნამდვილად. და სახეობების მოშენებაში და წახვალ და თურქეთში დახარჯა 4 მეც, 10 მეც, ეგ პოზიცია მე არის. რომ მათი კეთილდღეობა აშენდეს? ხო, არ ვიცი, ჩვენი აშენდეს, არ ჯობია? რა თქმა უნდა, ჯობია ნამდვილად. არ ვიცი, აი იყო ეგეთი მესიჯი, რომ თქვათ, ესე იგი მონადირეს წაართმევენ მამა პაპისგან დატოვილ სახსოვარ თოფს. ვერ მივხვდი. ჯერ ერთი თოფი ხდება დაჯარიმება და ჩამორთმევა, მაგრამ თოფი განიხილება როგორც პირადი ქონება. და თუ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგალითად ნიამორის მოპოვება, ჯირკვის მოპოვება, ირმის კეთილშობილის მოპოვება, რაც წითელი ნუსხის ცხოველის მოპოვება, რაც სისხლის სამართლის საქმით გადის და ეს ჩვენამდეა და ეს კანონი დიდი ხანი არსებობს, ვინ რაზე ვის თოფი უნდა ჩამოართვეს. ეს არის ქონება, შეიძლება ვეღარ გამოიყენოს ნადირობის დროს გარკვეული პერიოდი. გაუჩერდეს მონადირის მოწმობა, მონადირის უფლება, მაგრამ არ მგონია სახსოვარი თოფი ვინ რატომ ვის უნდა ჩამოართვოს. რა თქმა უნდა. და ერთი კიდევ საკითხი მაინტერესებს, ესეთი მე სოციალურ ქსელში მაქვს ამოკითხული, გაჭირვებული ხალხი ვაის პენსიონერმა რა ქნავს, სიტყვაზე სოციალურად დაუცველმა რა ქნასო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. პენსიონერებს აი კიდე ერთ კინეულ საკითხს ვაწყდებით, 65 წლის გახდა, გავიდა პენსიაში. მისი პენსია ყველას ყავს შობლები და ან ჩვენ თვითონ გავალთ მალე პენსიაში ძალიან ძნელი იქნება პენსიონერებისთვის სამთახის გადახდა. რო იყოს რაიმე ფონდი ან მონკავშირი თქვათ, შეიძლება რაღაცა ფონდი შეექმნა მონკავშირს ამათ დასაფინანსებლად, მაგრამ ახლა ამ წუთას მხოლოდ სახელმწიფოზეა საუბარი. ჩვენ შევეცდებით, რომ სწორედ ამ კატეგორიისთვის შეღავათი გავაკეთოთ. ანუ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვრო, რომ კანონი არის ჩამოყალიბების პროცესში, მით უფრო მისი კანონქვემდებარე აქტები და ერთ-ერთ კანონქვემდებარე აქტში აუცილებლად მოინახება ამისთვის ადგილი, რომ პენსიონერს, ვინც ამდენი წელია ნადირობს და ეხლა შენ და უნებლიეთ დიდ პრობლემას უჩენ, ეს პრობლემა არ შეექმნას.
სოციალურად დაუცველები ალბათ იგივე უნდა ითქვას სოციალურად დაუცველებზე. ალბათ იგივე უნდა ითქვას. თუმცა აი არ ვიცი, ჯანღონი სავსე ადამიანი რომ დღეს სოციალურად დაუცველია, მას სხვანაირი დახმარება სჭირდება. იცით რა? არ მე ვიტყვი როგორი დახმარება. უყურეთ განსაკუთრებით სოფლებში და მთიან სოფლებშია კიდე ეგეთ შემთხვევები და ნადირობა არის დარგი, არის მთელი ინდუსტრია. ნადირობის გრად მართვას შეუძლია დაასაქმოს ძალიან ბევრი ადამიანები. ადგილებზე ეგერებად, რეინჯერებად, გიდებად, გამყოლებად, აღწარმოების სპეციალისტებად, მე იმ ნანადირებს, როცა იქნება ბევრი, როგორც იგივე ავსტრიაში, ლიტვაში, ბელორუსში, ესპანეთში გვინახავს, იმას გადამუშავება უნდა, ის მარკეტის ქსელში უნდა მოხვდეს, იქ რაღაცა ნაწილებისგან რაღაცა კუსტარული ხელნაკეთი, მთელი რიგი ნივთები მზადება, რომელიც ზვირად ფასობს. ეს არის მთელი ინდუსტრია და ჩვენ შეგვიძლია ეს ინდუსტრია გავაჩინოთ და საბოლოო ჯამში სწორად დაყენებულმა, ფეხზე სწორად დაყენებულმა ნადირობის გრადმა მართვამ შეიძლება მოგცეს დასაქმება. და შეიძლება ვინც დღეს სოციალურად უმწეოა და არის მონადირი ამ დროს, შეიძლება სწორედაც რომ დასაქმდეს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩვენ გავაჩენთ რამდენიმე ასეულ, მე ზუსტად ვიტყვი 400-მდე სამუშაო ადგილს მონადირეებისთვის. არა მონადირე არ გამოგვადგება ამ სამსახურში. მონადირეებისთვის გავაჩენთ 400-მდე სამუშაო ადგილს. კიდე ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ კანონი არის ჩარჩო კანონი, არის უამრავი კანონქვემდებარე, რომელიც შეეხება ეგეთ საკითხებს. ანუ ეს ყველაფერი მთელი სისტემა დამუშავების პროცესია. იმიტომაა, რომ სოციალურ ქსელებში ვკითხულობთ, ვინას წერს, ვახარისხებთ, ეხლა სადაც მოუკრეფავში გადადის ადამიანი საერთოდ შლით, სადაც ემოცია ჭარბი, მაგრამ ემოცია და არა უზრდელობა ვკითხულობთ ემოციის გარეშე. ერთი ორგან ძალიან სწორი მოსაზრება მოვისმინეთ, ერთი ორგან მივხვდით, რომ უფრო მეტი განმარტება უნდა, რომ არ აქვს სწორი ინფორმაცია. აი მაგალითად იყო ეგეთი მესიჯი, რომ თოფის შენახვის მოსაკრებელი არსად არაა. ჩვენ რატო ვაკეთებ თოფის შენახვის ცალკე მოსაკრებელს? არ ვიცი. აი პირველად მესმის, არ ვიცი, სადიპოვა, ჩემი კარგი ნაცნობი ბიჭია. არ დავასხელებ, სულხანი ქვია სახელად და მინდა უბრალოდ მიმართო. სადიპოვეთ ეგ, რომ თოფის შენახვის მოსაკრებელი არის, იქნება შეგვატყობინოთ, რომ თუ ჩვენ კანონშია, არ ამგონია, მაპოვნინეთ ის პუნქტი და მუხლი საწერია და თუ სხვა კანონშია, მოდი მითხარით ზუსტად რომელ კანონშია, რომ შევეწინააღმდეგოთ მაგას, ეგ არასერიოზულია, რა თოფის შენახვის მოსაკრებელი არ მესმის. ედგან არის, რომ ჩარჩო კანონის ბოლოში წერია, ამ კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება. კი ბატონო, ეგრეა ზუსტად ამ კანონით, რომელსაც ვღებულობთ, არ მოხდება ახალი გადასახადის შემოღება. არა. ეს ხდება თამდევ კანონში, არის ცალკე კანონი, არის კანონი მოსაკრებელების შესახებ, არის კანონი რეგულირების შესახებ. ეგ ციფრი იწერება რეგულირების შესახებ კანონში, რომელიც შეიძლება იყოს ცვლადი და არა გამორიცხული ყოველ წელს შეიცვალოს. ბევრი იქნება პოპულაცია, ნაკლები იქნება გადასახადი. ესები არის, კი, ანუ პირდაპირ პროპორციული იქნება. ხო, კი ბატონო და თვითონ ამ კანონში, ნადირობის შესახებ კანონში არის წერება არანაირად, რომ რაღაც ახალი გადასახადი შემოდის, რაღაცა ციფრი, რაღაცა ტარიფი. იწერება უბრალოდ კატეგორია. და აქვე მინდა შევეხო ამ კატეგორიებს, კიდე ერთხელ ხაზგასმით მინდა უთხრა მონადირეებს, ალოგიკურად მოგვეჩვენა, რომ ეხლა 50 და 60 წლის და 60 წელს გადაცილებული გამოცდილი მონადირეები გამოცდაზე ვატაროთ, სადაც მარტივი კითხვა 18 წელს ახალმიღწეული ახალგაზრდისთვის, რომ აი რომელია დედალი შველი, რომელია დედალი ირემი. ეს ყველა მიცის გამოცდილმა მონადირემ და მამალი ხოხობი რომელია, დედალი ხოხობი რომელია. ეს ახალგაზრდა სჭირდება გამოუცდელს არა მონადირეს, რომელსაც უნდა რომ მონადირე გახდეს. ეგეთ გამოცდაზე სად ვატაროთ 50-60 წლის გამოცდილი მონადირეები. ამიტომ მიღებული იქნა თვითონ სამინისტროს ეგეთი გადაწყვეტილება, რომ ყველას, ვისაც შეუძლია რამენაირად დააფიქსიროს, რომ ერთხელ მაინც უნადირია, კანონიერი მოსაკრებელი ერთხელ მაინც გადახდილი აქვს და აქვს სანადირო თოფი კანონიერად, ხო? ავტომატურად ჩავრიცხოთ მონადირეთა ბაზაში, რეესტრში და ავტომატურად მიეცეს მონადირის მოწმობა ყოველგვარი გამოცდის გარეშე. გამოცდა გავრცელდება კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვინც 18 წელი შეუსრულდა, ვისაც კანონის გამოსვლის შემდეგ და ვინც რამე დაარღვია, ვთქვათ, აი როგორც ადრეც ვახსენე, მართვის მოწყობაში მიდიხარ და ხელახლა აბარებ, იმას მოუწევს კიდე ხელახლა გადაბარება
და კიდევ ერთხელ შერწყვენა რომ მოუწია საერთოდ ეგეთ მარტივ გამოცდაზე გასვლა. მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა დაარღვია. სხვადასხვა არის რიგი ქვეყნები. გადმანოკითი ნადირა ვთქვათ და იმას შეიძლება თოფიც ერთი წლით გაუჩერდეს ნადირობის უფლება, მაგრამ თოფს არავინ არ ჩამოართმევს, ეს მისი ქონებაა. ეს აღარა სოციალისტური საქართველოს, სხვა საქართველოს და ქონება მეტნაკლებად დაცულია. არის რიგი ქვეყნები, სხვათა შორის, სადაც საჯარიმო სანქციები მოიაზრებს ხოლმე ზოგადად უფლებას ართმევენ ნადირობისას ადამიანს და დამთავრდა მთელი ჩემი ცხოვრება. უფლება აღარ აგაქვს ნადირო. თუ კი შეიმჩნევა რამე სერიოზული დარღვევები ხო? არ ვიცი. ნამიტანი მკაცრ მიმაჩნია. ალბათ ჩვეულებრივი მწყერზე დარღვევაზე ეგ არ უნდა იყოს. ალბათ თუ ეხლა გადაშენი მგზაზე მდგარი დასავლეთ კავკასიური ჯიხვი მოკლა, ორი ცალი თქვა ავტომატური იარაღით, რაღაც დამალული ავტომატით, ალბათ იმაზე უნდა გავრცელდეს ხო, შეიძლება კი. ზოგ ქვეყანაში არის რომ თუ მართვის მოწმობას ჩამოართმევენ, თქვა სიმთვრალეზე, ავტომატურად უჩერდება ნადირობის მოწმობაც. ავტომატურად. ეგეთები არის. სხვადასხვა მაგას საპებშია იმ ქვეყნებში მივესალმები ხა. ხო, არა, ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ. ეგრე ალბათ არ გამოვა ჩვენთან და არც არის საჭირო. პირიქით, ყოველი ნადირობის მერე სუფრა ზომიერი სუფრა აუცილებელია და ეს სუფრა ყოველთვის უფრო გემრიელია ვიდრე ყველაზე განთქმულ რესტორანში, ხო, ვიცით. ერთ-ერთი მიმართავ პატიოსთან შრომელებს და მსგავსი ტექსტია. მე უნებლიეთ მომაგონდა ლენინი და დეკრეტი მიწის შესახებ. სხვა შორის შევახსენებ საზოგადოებას, რომ ოქტომბრის რევოლუციამდე არ იყო საზოგადოებრივი ნადირობა, ეს იყო მემამულეთა პრივილეგია. მემამულეთა და სამხედრო ელიტის პრივილეგია იყო ზოგადად. სხვა შორის ყარაიაზის დიდი პოპულაცია ირმის, სწორედ აი ამ სამხედრო ელიტის რუსების ძირითადად გამოწყვეტილია თავის დროზე ამის უამრავი მასალა არსებობს, მალინოვსკის წიგნი არსებობს, ფოტოსურათებია. რა რიცით, მაშინ მოხდა ეგრე მემამულეთა უფლებები გააუქმეს და 1917 წელს ვლაპარაკობ და მუშათა და გლეხთა უფლებები გაუთანაბრეს მემამულეთა უფლებებს. ანუ აი აქ მოხდა ნადირობის უფლება. არ დაგვავიწყეთ საუბარია რუსეთის იმპერიაზე, უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ძალიან ბევრი ნადირფრინველია და დღესაც არის და სადაც შეიძლება 100 კვადრატულ კილომეტრზე ერთი წყვილი ლულა მოდის. ხო, იქ შეიძლება ადამიანმა ყოველდღე ნადიროს და ზიანი ვერ მიაყენოს ბუნებას, უბრალოდ თავი რომ გამოიკვებოს და გადარჩეს მაგისთვის და ხლა ეს რომ გავრცელდა მიერთებულ თუ დაპყრობილ სხვა ტერიტორიებზე და ქვეყნებზე, ცოტა ცუდი შედეგი მოიტანა. ცოტა ჩვენთან ნამეტანი პრესი მოხდა. თან არ დაგვავიწყეს რომ ცეცხლსროლი იარაღი, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში მოიგონეს და თავიდან ის აბსოლუტურად სამხედრო იარაღი, სადაც 150 წელია სულაც ხალხში გავიდა, პირველ რიგში ელიტაში გავიდა და მაგით დაიწყეს ნადირობა, აფრიკის ინდოეთის ათვისება მაგითი მოხდა. რაც დრო გადის, იარაღი სულ უფრო იხვეწება, სულ უფრო ზუსტი ხდება, სულ უფრო შორსროლელი ხდება იარაღიც და ვაზნაც. კიდე ამას ემატება ოპტიკური და სხვა თერმული დურბინები და ძალიან უთანასწორო პირობებში ჩაყენებული ველური ბუნება. ანუ რაღაც ზომიერების დაცვა აუცილებელია და ზომიერების ნომერი პირველი დაცვა არის ბრაკონიერობასთან ბრძოლა და ბრაკონიერების აკრძალვა. როგორი ემოციაც არ უნდა გქონდეს, მაგას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ვიწყებთ ბრაკონიერობასთან ბრძოლას და ბრაკონიერობა ამ ქვეყანაში აილაგმება ერთხელ და სამუდამოდ. დაილაგმება სწორედ მონადირეების და სახელმწიფოს ერთობლივი ღონისძიებებით, ერთობლივი, რა ვიცი, თანადგომით. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ დღეს რომ დაგვითმეთ ამ ხელა დრო. მე ვიცი რომ თქვენ სპეციალურად ხართ ჩვენს გვერდში, იმიტომ რომ გინდოდათ თქვენი ხმა მიგეწვდინათ ხალხამდე. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მადლობა თქვენ რომ შეწუხდით და მოგვისმინეთ. აი, მოვასწრეინოთ დაინტერესებულ საზოგადოებას და ნახოთ საქმიან წინადებას, საქმიან კრიტიკას ყველაფერს ვღებულობთ. ვითვალისწინებთ, რასაც შევძლებთ, ჩვენიც შევძლებთ, რაც არა და აი რომ არსებობდეს ერთიანი მონადირეთა გაერთიანება, არ ვიცი, ფედერაცია, კავშირი თუ ასოციაცია, ბევრად ძლიერი იქნებოდა მისი ხმა. და ეხლა არ დაგვავიწყეს რომ მე არა ვარ მონკავშირის თავმჯდომარე, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეგ არის ის სამსახური, რომელსაც პასუხისგებლობა აქვს პოპულაციები და სახეობები გადაარჩინოს და გაამრავლოს. და შემზღუდავით ჩემ საქმეში მტაცებლის გარდა, რაშიც ხშირად ვეთანხმები, არის
უკანონო მონადირე, ბრაკონიერი. ეგ ბრაკონიერი უკვე გითხარით, წარმოშვა 96 წელმა ამ 10 ლარმა, რომელიც დიდი ხანი აღარ არის 10 ლარი. დღეს 10 ლარი ღირს ერთი კოლოფი სიგარეტი. ნუ რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა. მადლობა დიდი. არაფერს, მადლობა თქვენ. ჩვენი არხის მხარდამჭერები.